აქ კუნძულზე ყველა ახლოს არის ბუნებასთან. კუნძულის მოსახლეობას ამ დელტისთვის დამახასიათებელი შინაური ცხოველებიც ჰყავს. სწორედ ისინი არიან ჩემი უჩვეულო პაციენტები. ამ კუნძულზე ცხოვრება მშვენიერია, თუმცა რთულიც. მე ლეილა ვარ, ამ კუნძულის ვეტერინარი. შეიძლება ითქვას, რომ ჩვეულებრივი ვეტერინარული კლინიკა მაქვს, ოღონდ მცურავი, რადგან კატარღაზეა. ყველაფერი კატარღაში მაქვს. ხალხი მიკავშირდება ტელეფონით ან სოციალური პლატფორმების მეშვეობით. სწორედ მათი საშუალებით ვგეგმავ მარშრუტს. როგორც წესი, მოსანახულებელი პაციენტების სიას და მათთან მისასვლელ მარშრუტს ერთი დღით ადრე ვადგენ გამოძახებების მიხედვით. თუ სასწრაფო დახმარებაა საჭირო, დადგენილი მარშრუტიდან გადახვევა და გაუთვალისწინებელი დახმარების აღმოჩენა მიწევს. მაქვს საკაცე და აფთიაქიც. თან და მაქვს ეკოსკოპიის აპარატიც, რათა პაციენტის სახლში შევძლო მისი მდგომარეობის სრულყოფილი შეფასება. ყოველი დღე ახალი თავგადასავალია. ვეტერინარული სასწავლებელი რომ დავამთავრე, ამ დელტაზე ჩამოვდიოდი ხოლმე ჩემს ოჯახთან. დავინახე თუ როგორ სჭირდებოდათ ადგილობრივებს ჩემი, როგორც ვეტერინარის მომსახურება. ეს კუნძული ორად არის გაყოფილი და სულ განსხვავებული სახლებია. აქ ხუჩების ნაცვლად მდინარეებია, ამიტომ ნავით გადაადგილდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვეტერინარი სახლამდე მივიდეს რთულად მისასვლელ ადგილებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხოველია ავად. ჩემი პირველი ნავი ნახევრად მყარი რეზინის იყო, მაგრამ რთულ კლიმატურ პირობებში, წვიმასა და შტორმში ამით ვერ იმოზრავებდი. ამიტომ სხვა ნავი შევიძინე, რომელიც ჩემს მოთხოვნებს შეესაბამებოდა. გავაკეთე მცურავი მობილური ვეტერინარული კლინიკა და შემიძლია ცხოველებს ნავზევე დავეხმარო. შემიძლია გარეთაც გავიდე სამუშაოდ, მაგრამ ვცდილობ უსაფრთხოდ ვიყო და მდინარეც არ დავაბინძურო. აქ ორი ტიპის პარაზიტი გვაწუხებს. ერთი მდინარის წყლის დალევისას გადადის და ძაღლსა თუ კატას თირკმელებს უზიანებს. მეორე კოღოს ნაკბენით ვრცელდება და ცხოველის სისხლისა და გულისთვის არის მავნებელი. გარდა ამისა, გავრცელებულია გველგესლაც, რომელიც სახიფათოა. მისი ნაკბენი შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს ცხოველისთვის. როდესაც ჩემს პაციენტებთან ნავმისადგომებზე დავდიოდი, მივხვდი, რომ საოპერაციო ოთახიც მჭირდებოდა, რომელშიც უფრო მოხერხებულად ვიქნებოდი და გაცილებით რთულ ქირურგიულ ჩარევასაც შევძლებდი. ეს ძალიან მოსახერხებელია, რადგან ჩვენი ძაღლების უმეტესობა არ არის მიჩვეული მანქანებს და ფრთხებიან. ამიტომ ნამდვილად ძალიან კარგია ასეთი სერვისი. ძალიან კარგი და კომფორტულია. მინდა ჩემს პაციენტებს უკეთესი პირობები ჰქონდეთ და ყურადღება არ მოაკლდეთ. თითოეულს დავუთმო დრო და რაც შემიძლია უკეთ დავეხმარო. აქ უკვე 8 წელია ვმუშაობ. ამ დასახლებას უკვე კარგად ვიცნობ. ყველაზე მეტად აქაურების ურთიერთობა მომწონს. აქ ყველასთან სახლში შევდივარ. ისინი ჩემი მეზობლები არიან. უკვე მრავალი წელია მათ ვიცნობ. ვხედავ როგორ ცხოვრობენ. ვიცნობ მათ ოჯახებს, ასე რომ ეს უკვე ახლობლობაა. წლების განმავლობაში მივხვდი, რომ ჩემი პაციენტების პატრონებთან ერთად გუნდს ვქმნით, რათა შინაურ ცხოველზე რაც შეიძლება უკეთ ვიზრუნოთ. ფედერიკო შავი ძაღლი მდგმურებმა დატოვეს. ლეილა მას მკურნალობდა თირკმლის დაავადების გამო, რომელიც მდინარის პარაზიტმა გადასდო. მეორე ძაღლიც იმან დატოვა, ვინც აქ ბალახს თიბავდა. ისიც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ვიპოვე. 27 დეკემბრიდან მოყოლებული ძაღლებს ვიფარებ. აქ ისე როგორც არსად ადვილია რამე შეემთხვეთ. თუ უმეთვალყურეოდ დარჩებიან. გამარჯობა საყვარელო. საქმე, რომელსაც ლეილა აკეთებს, ძალიან დასაფასებელია. ის ყველაფერს გვიადვილებს. მის Instagram გვერდზე, რომლის მიმდევარიც ვარ, უამრავი საჭირო ინფორმაცია დევს სიცხეზე, კოღოებზე, ნაკბენებზე. თუ როგორ ავარლიდოთ ძაღლი უამრავ რამეს.
მივხვდი, რომ ყველაზე მეტად ხალხს აქ ინფორმაცია სჭირდებოდა. ინფორმაცია პირველადი დახმარებისა და აქ გავრცელებული დაავადებების შესახებ და როგორ უნდა აღიკვეთოს ეს ყველაფერი. გამარჯობა საყვარელო. ახლა ხალხი მირეკავს, რათა რეგულარულ შემოწმებაზე მოიყვანონ თავიანთი ცხოველები. შესაძლოა 6 თვეში ერთხელ. ადრე ამას არ აკეთებდნენ. უკვე მაშინაც მირეკავენ, როცა ცხოველი ჯანმრთელია. ეს ყველაზე მეტად მიხარია. ჩემი შემდეგი პროექტი არის სემინარების მოწყობა, რათა ხალხმა ისწავლოს, როგორ გახდეს პასუხისმგებლიანი პატრონი. ეს მართლა ჩემი საქმეა, თავი მიუძღვენი ამ პროფესიას და მისი წყალობით კარგად ვცხოვრობ. ძალიან მომწონს, რასაც ვაკეთებ. ეს ჩემი გატაცებაა. ყველაზე მეტად ამ დელტაში ცურვა მეხმარება. ძალიან კარგია პაციენტიდან პაციენტისკენ რომ მივცურავ. ეს მეხმარება დამშვიდდე, დავწნარდე და დავტყვე ჩემი ყოველდღიური ცხოვრებით.